წამება და არაადამიანური მოპყრობა საიეს განმარტებით გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ძალადობა შესაძლოა ასე შეფასდეს. დანაშაულზე პასუხისმგებლად ორგანიზაცია პენიტენციურ სამსახურს აცხადებს. ამ ფონზე კი საქმეს იუსტიციის სამინისტრო იძიებს. სწორედ მის დაქვემდებარებაშია ციხეების მართვა, რის გამოც სპეციალისტები დარღვევაზე საუბრობენ. ოლიგარქის ყოფილი ფინანსისტის ადვოკატები მოითხოვენ ძიება პროკურატურამ გააგრძელოს. კიდევ ერთი მოთხოვნა კი ივანიშვილის პატიმრის გლდანიდან, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსთავში დაბრუნება. სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. და შესაბამის მიმართვას გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებისგან პენიტენციური სამსახური სავარაუდოდ დღესვე მიიღებს. ადვოკატები ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ციხის პირობებში ბაჩიაშვილის უსაფრთხოება მეტნაკლებად მაინც იყოს დაცული, ამისთვის აუცილებელია, რომ ის არ დატოვონ გლდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც მას ერთხელ უკვე იძალადეს და სასურველია, რომ მისი პატიმრობა გაგრძელდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც დაპატიმრებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა კიდეც. ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ბაჩიაშვილის საქმის გამოძიება წესით პროკურატურამ უნდა გააგრძელოს, თუმცა დააკმაყოფილებს თუ არა ოლიგარქის მთავრობა, ოლიგარქის ყოფილი ფინანსისტის უფლებადამცველების ამ მოთხოვნას ეს ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი საქმის ძიებას აგრძელებს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, საუბარი გენერალურ ინსპექციაზე, რაც ადვოკატების და ასევე საიას შეფასებითაც არის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა და მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება ახლა შესაძლოა არ მიმდინარეობდეს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. აქ პრობლემა ისაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის პრეტენზია მიემართება სწორედ პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ექვემდებარება სწორედ იუსტიციის სამინისტროს და როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატებიც აღნიშნავენ, მის საქმეში პრობლემად იკვეთება ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვერ შეძლო, უკეთეს შემთხვევაში ვერ შეძლო ბაჩიაშვილის უსაფრთხოების დაცვა, უფრო გავრცელებული ეჭვის შესაბამისად კი პენიტენციური სამსახური თავად მონაწილეობდა ბაჩიაშვილზე ძალადობის საქმეში, რაც შესაბამისად უნდა დაადგინოს დამოუკიდებელმა უწყებამ, რა თვალსაზრისითაც ერთადერთ შესაძლო ვარიანტად ახლა იკვეთება პროკურატურა, რომელსაც ფორმალურად მაინც აქვს დამოუკიდებლობა შესაბამისი უწყებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია რისკის ქვეშ არის ის პენიტენციურ სისტემაში ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ეს რისკები სავარაუდოდ უფრო მაღალი არის იმავე დაწესებულებაში, სადაც 11 ივლისის ინციდენტი მოხდა. ამიტომ უფრო მიზანშეწონილი იქნება, რომ ის მე-12 დაწესებულებაში იქნეს დაბრუნებული. ის ადამიანი, რომელიც შემოვიდა, მაშინვე იყო აგრესიული, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, დაიწყო გინება, დაიწყო რტყმევა, დაიწყო მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება გიორგისთვის, რისი არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ეს ერთი და მეორე სრული პასიურობა ციხის თანამშრომლებს, როდესაც საკმისკარი გამოაყო და კი არ შეაჩერა ან დაუძახა მის თანამშრომლებს იმისათვის, რომ აღკვეთილიყო უმძიმესი დანაშაული, არამედ მისი ნებართვის, ესე ვთქვათ, პასიურობის ქვეშ გაგრძელდა, იმიტომ რომ თავდასხმამა ამის შესახებ უთხრეს გიორგის აქვს მითითებული თავის ჩანაწერში. ასე რომ ეს არ არის ორ სუბიექტს შორის რაღაც პრობლემა, ჩვენ არაფრის შუაში არ ვართ, ეს არის სერიოზული პრობლემა, სერიოზული კითხვის ნიშნებით, სწორედ პენიტენციური სამსახურის მიმართ. პენიტენციური სამსახური, რა თქმა უნდა, იყო ის უწყება, რომელსაც უნდა უზრუნველყო ბრალდებულის უსაფრთხოება დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში საფრთხე მომდინარეობდა უშუალოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან თუ სხვა პატიმრების მხრიდან. მათ ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის კამერების საშუალებით, რეალურ დროში მონიტორინგის გზით, თავიდან აიცილებინათ ან სულ მცირე დროულად ჩარეულიყვნენ ძალადობაში და ამგვარად დაიცვათ კონკრეტული პირის უსაფრთხოება. ამავდროულად ამ საქმეში პრობლემური არის ის, რომ გამოძიება დაიწყო თავად იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურმა და პენიტენციური სამსახურიც იუსტიციის სამინისტროს ხოლგის ქვეშ მოქმედებს და ის პირდაპირ უქმნის საფრთხეს, გამოძიების მიუკერძოებულობას და დამოუკიდებლობას. როგორც მოისმინეთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ანუ გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია გიორგი ბაჩიაშვილის ძალადობის საქმეში ხედავს წამების და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს და ამაზე პასუხისმგებლად აცხადებს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმის გამო, რომ როგორც აღნიშნავენ, პენიტენციურ სამსახურს ევალებოდა უზრუნველყო პატიმრის უსაფრთხოება, თუმცა ეს მან ვერ მოახერხა იმ პირობებშიც კი, როცა გიორგი ბაჩიაშვილზე მიმდინარეობს 24 საათიანი
უწყვეტი ვიდეო მეთვალყურეობა. ამ პუნქტზე კი ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ ორ პატიმარს შორის დაპირისპირებაზე, სწორედ ეს არის ის მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც ამ საქმეზე ვრცელდება ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ეყრდნობიან სწორედ იუცის სამინისტროს განცხადებას, პენიტენციური სამსახურის განცხადებას და ამბობენ, რომ გამოძიება წარიმართება ყველა სტანდარტის დაცვით, თუმცა როგორც უკვე გითხარით, პროპაგანდისტული გზავნილი უკვე მომზადებულია ივანიშვილის პარტიის მხრიდან და ისინი ამბობენ, რომ საქმე ჰქონდა არა თავდასხმაზე გიორგი ბაჩიაშვილის მისამართით, არამედ ორ პატიმარს შორის დაპირისპირებასთან. ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდიდა. შემდეგ ოსტატ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველოს დატოვა ასე. ანუ ადამიანები ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტატ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და манипуლირებს რაღაც აზრებით ადამიანებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მისი განცხადებების ნდობა არის ძალიან დაბალი. ნახეთ, რომ მის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული, თითქოს რომ ის სამარტო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი და ამაზე თქვა პენიტენციურმა სამსახურმა, რომ ის არის საკანში, სადაც 4 ადამიანი თავსდება და სხვადასხვა დროს მასთან სხვა პატიმრებთან ერთად იყო. ასე რომ, რა გითხრათ, ეხა ოსტატ ბენდერის სიტყვა არ დაეჯერება. თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ჯარდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალიან მძიმეა, გამოძიება დაწყებულია. ქართული ოცნების საპირისპიროდ კი ოლიგარქის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ ოლიგარქის დაკვეთა ის, რაც გლდანის მერვე დაწესებულებაში 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მოხდა, როცა მასზე ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად იძალადეს. ამ საქმეში პასუხისმგებლად ოპოზიცია ასევე ასახელებს გლდანის ციხის დირექტორსაც, საუბარი არის დავით გოგობერიშვილზე, რომელსაც ვიდრე თავს დაესხმებოდნენ გიორგი ბაჩიაშვილს. მას ესაუბრა გიორგი ბაჩიაშვილი და როგორც ბაჩიაშვილი საკუთარ განცხადებაშიც აღნიშნავს, მიიღო რჩევაც ციხის დირექტორისგან, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მას დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც აქვს ოლიგარქს აყენებული საკუთარი ყოფილი ფინანსისტის მიმართ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატებმა დღეს ის მოინახულეს ისევ გლდანის მერვე დაწესებულებაში და როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, მდგომარეობა არის ისევ მძიმე, მას ისევ სჭირდება ექიმების მეთვალყურეობა, მას უჭირს გადაადგილებაც და გადაადგილდება ამ დროისთვის ეტლის გამოყენებით.